Როგორც შეხვდნენ საქართველოს რიგითი მოქალაქეები ბრიუსელში ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას TV3-მა გამოკითხვა ქვეყნის 3 ქალაქში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ჩაატარა. Სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ რეგიონებში ხალხმა ამ შეთანხმების დეტალების შესახებ ბევრი არაფერი იცის. Როგორც ჩანს, ხელისუფლების მხრიდან უფრო აქტიური საინფორმაციო პოლიტიკაა საჭირო. ეხლა წარმოგვიდგენა მაქვს, მაგრამ კონკრეტული რაღაც ინფორმაცია არ მაქვს. დღეს რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოეწერა ხელი, ქუთაისელმა ლანა იამანიძემ იცის, თუმცა კონკრეტულად რაც გულისხმობს ეს შეთანხმება მისთვის უცნობია. ხელმოწერის შესახებ თემურ დარახველიძემ ტელევიზიიდან შეიტყო და დარწმუნებულია, რომ ის რაც დღეს ბრიუსელში მოხდა ისტორიული მოვლენაა. რა თქმა უნდა, ეს არის ისტორიული ნაბიჯი საქართველოსთვის. ვინაიდან ისეთი ქვეყანა როგორც საქართველო დამოუკიდებლად ისეთი მტრის ხელში როგორც ჩვენ ყავს, გაუჭირდება არსებობა, ამიტომ ეს ძალიან დიდი და გასახარებელი ნაბიჯია. ინფორმირებული ვარ მე, ის როგორც ყველა ტელევიზიით, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, მე ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნის ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი და ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ქვეყნის კეთილდღეობას მნიშვნელოვნად წარადგენდა. რასელიან საქართველოს მოქალაქეები ასოცირების შეთანხმების შემდეგ ზუგდიდელების ნაწილი ფიქრობს, რომ დოკუმენტის ხელმოწერა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ნაწილი კი ხელმოწერის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობების გართულებას არ გამორიცხავს. ამან არ გააღიზიანოს რუსი. ეჭვის თვალით უყურებთ თქვენს გარიგებას ევროკავშირთანო. ფიქრობს რუსი. საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორც პოლიტიკური, ასე ეკონომიური თვალსაზრისით ასოცირების ხელშეკრულება. ეს არის წინაპირობა იმისი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ვფიქრობ, რომ რადგან საქართველო მიისწრაფვის ნატოში გაწევრიანებისკენ, ეს ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და ალბათ დადებით იქნება წარმატებას მოგვიტანს საქართველოს და ნებისმიერ დღეს მე მგონი ყველა ქართველმა ეს დღე უნდა იზეიმოს. ბათუმელები ამბობენ, რომ საქართველო იყო, არის და ყოველთვის იქნება ევროპის ნაწილი. ასოცირების შეთანხმება კი ევროპულ ოჯახთან კიდევ უფრო დაგვაახლოვებს, თუმცა ბათუმში განსხვავებული პოზიციაც აქვთ. იმედები მაქვს, რომ გაიოლდება ეკონომიური ფორმები, რეფორმები და ხალხს საშუალება ექნება დაბალ ფასებში იყიდოს ყველაფერი, თუ იქნება ფულისა და საქონლის წრებრუნვა სწორად. წინ გადადგმული ნაბიჯია, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ყოველთვის ილტვოდა, რომ ევროპასთან ყოფილიყო და ეს ოცნება თითქმის განხორციელებისკენა და დიდი იმედებით ვართ რა. იმის მიუხედავად, რამდენად იცნობენ ასოცირების შეთანხმების დოკუმენტის შინაარსს, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა თანხმდება, რომ კურსი ევროინტეგრაციისკენ სწორია. ეს NDI-ის მიერ მაისის დასაწყისში გამოქვეყნებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებმაც დაადასტურა. მაშინ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის 65%-მა მხარის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას დაუჭირა.